გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივის სტუდია ნომერ 8-დან. დღეს თითქმის 1 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიქნებით მე ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და დაგვეკავშირდეთ ჩვენთვის საინტერესოა თქვენი მოსაზრებები, თქვენი აზრები, გითხრათ რა პრობლემებია თქვენთან ქვეყანაში და ერთად შეგვიძლია პოლემიკაში შევიდეთ და ერთმანეთს გაუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები, რა შეიძლება ამ ქვეყნისთვის კარგი რო გაკეთდეს. მინდა ერთი ცუდი ამბავიც გავუწყოთ, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს სამეფო ოჯახის მეთაური ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი. მინდა ყველა მონარქისტის სახელით დიდი მწუხარება გამოვთქვა და მიუსამძიმრო ოჯახს და სრულიად საქართველოს ამ ცუდი ფაქტის გამო. მისი დაკრძალვა შედგება ხვალ მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში 3 საათზე. ეხლა რაც შეეხება ნომერს გეტყვით რადიო მსმენელებისთვის არის 23 88 105 23 88 105 შეგიძლიათ დარეკოთ და ისაუბროთ პირდაპირ ეთერში. პრობლემები ისე პრობლემებად რჩება. ეხლა ტრამპი მოვიდა და ტრამპმა კიდე სულ ახალი პრობლემები წამოჭრა, რომლის გადაჭრასაც რა ვიცი ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. თავარი მე ვფიქრობ სოფლიოში დღეს არის ის რომ ომი უნდა შეწყდეს როგორც რუსეთ-უკრაინაში, ასევე აღმოსავლეთში დამთავრდეს ეს კონფლიქტები და რამენაირად მშვიდობა ჩავარდეს და იყოს სოფლიოში მშვიდობა, იმიტომ რომ უაზროდ იღუპება ამდენი ადამიანები, ნადგურდება ქვეყნები ეკონომიურად გაცამტვირდა თითქმის ესეთი მდიდარი ქვეყანა როგორც უკრაინა იყო, თითქმის ნახევარი აღარ დარჩა, რაც იყო იმისი და მილიონობით ადამიანი შეეწირა ამ უაზრო ომს. და როგორც თვითონ ტრამპი პრეზიდენტი ამბობს, ეს ომი უაზრო ომია, დაიწყეს როგორც თვითონ იძახის რეგვენებმა და პირდება რომ ამ ომს შეწყვიტავს, მაგრამ ის არის საკვირველი რომ ვისაც უფრო უნდა აწყობდეს ომის შეწყვეტა და საკუთარი ქვეყნის გადარჩენა ეს უკრაინის პრეზიდენტი რაღაცა სისულელები ლაპარაკა იქა ჩასული იმისთვის რომ უკვე თითქმის მოლაპარაკებული იყვნენ სამშვიდობო გეგმება შეექმნა და იყო შეთანხმებული იყო მე ესე ვფიქრობ და იქ რა დაემართა არ ვიცი პირდაპირ ეუზრდებოდა ტრამპს და ისიც გეუთხრა ტრამპმა უთხრა არა ომიო რომ დაიწყო ჩვენ მარტო ვიყავითო და როგორ იყო მარტო მთელი ევროპა ეხმარებოდა ფულითაც და შეიარაღებითაც და ტრამპმა უთხრა რომ ამერიკა არ ყოფილიყო თქვენ გვერდით 2 კვირაში ომი შეწყდებოდა დამთავრდებოდა თქვენი დამარცხებითო და ეს პასუხობს კიო პუტინიც მასე ამბობდა 3 დღეშიო ანუ ტრამპს უთხრა რომ შენ პუტინის ჭკუაზე დადიხარ და პუტინის გვერდით გეხარო და რა ვიცი ესეთ სიტუაციაში როგორ უნდა შეწყდეს ომი და როგორ უნდა იყოს აქ მშვიდობის ჩამოყალიბება ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ გართულა რა ახლა ამ შეხვედრა პუტინიც არ ცნობს ამას როგორც პრეზიდენტს. ანუ თვითონ პუტინიც უნდა არ ცნობს და ტრამპაც თქვა რომ უნდა ხელისუფლება შეიცვალოს და რა სიტუაცია ეს ჩაბღაუჭებულია თავის ამ სკამს ზელენსკი და არ უშვებს. და მე მგონი შიშისა აქვს უკვე რომ არ გაასამართლოს და რა თქმა უნდა არის ეს მეორე ძალიან ესეთ საინტერესო მომენტები იყო სწორედ აი ამ საუბრის დროს საუბრობდნენ პუტინი ეს ტრამპი და ზელენსკი და იქ ტრამპმა ძალიან ერთმნიშვნელოვნად ძალიან ესეთი სიტყვა უთხრა მას უმადური ხარო. თქვენ ახართ უმადურიო და აი აქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი. მე ვფიქრობ რომ ომის შეჩერება
ჯერ კიდე ცოტა ხანი ალბათ რამდენიმე თვე გასტანს ეს ომი. არა, რუსეთი იმას არ დათანხმდება, რომ გაიყინოს ეს პროცესი. ანუ მთლიანად უნდა იყოს ისე, რომ არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა უკვე აი ამ პირობებში, რასაც უყურებ, შესაძლებელია კიევზეც წავიდეს და კიევიც თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს თვითონ დედაქალაქი უკრაინის. ხოლო იქით მხარე, რა თქმა უნდა, დაუტოვებს იქით მხარეს პოლონეთს და არ არის გამორიცხული, რომ პოლონეთმა თავისი ძველი ტერიტორია უნგრეთმა, რუმინეთმა გადაინაწილონ. ძველი გეგმა რაც არსებობდა, ეს მისცემის, რაც დაპყრობილია. რუსეთი მას მაინც არ დათმობს, რაც აქვს და მილიონი კაცი შეწირა და ეხლა დათმობაზე როგორ წავა, მით უმეტეს რომ ეს თავიდანვე რუსული მიწები იყო რა. ლენინმა დაიწყო ამის გაკეთება, კიევის ეს ხო ისტორია, მაგრამ ომი თუ არ შეწყდა, არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ ყოველ დღე ათასობით ადამიანი ეწირება ამას, მშვიდობიანი მოსახლეობაც 10 მილიონზე მეტი გაქცეულია ქვეყნიდან და ტრამპმა პირდაპირ უთხრა, ხალხი არ აკავს და ქუჩაში დაძდებოდა, ესე ძალით მიყავს ომშიო და ხა ტრამპი რო ღიათ ამას ამბობს, უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ არაფერს აღარ წარმოადგენ ქვეყნისთვის. 4%-იანი მასკარა უწოდებდა. ლეგიტიმაცია პრაქტიკულად არ აქვს უკვე და ალბათ ამერიკელები მაზეც მუშაობენ უკვე და დაწყებული ექნებათ მუშაობა, რომ კიევის რეჟიმი შეიცვალოს. არა, იმპიჩმენტზე ლაპარაკი იყო უკვე თვითონ. შეიცვალოს და ალბათ ხო, იგივე რადაშიც ხო, მთელი ამბავია, ეხლა ყველა გაექცა თითქმის ის არახამია და რა ვიცი ეს თავის დეპუტატები ყველანი გაექცნენ. ზარია გისმენთ. მოგესალმებით. სალამი. მოგესალმებით გენაცვალე. ისაუბრეთ. ეხლა რაშია საქმე. ტრამპის ყოფაქცევა არ არის მოსაწონისი. იმიტომ რომ მიიწვიეს ზელენსკი თვითონ ხომ არ ჩასულა, მიიწვიეს და არ მოექცენ სათანადოდ. ბოლო პრეზიდენტი არის ზელენსკი არა, მეზობლის ბავშვი ხარ იყო, რომ ისე დატოქსეს. რაშვაში იყო კოსტუმზე ლაპარაკი. ეს ერთი. მეორე რუსეთს ვინ ამართლებთ ხალხო, რუსეთი რომელ ქვეყანაში არ შეჭრა და რომელი ქვეყნის მიწა არ მიიკუთვნა. გამარკვიეთ რომელი ქვეყანა არის ისეთი, რომ რუსეთს არ დაეწყვიტოს ხალხი და არ დაეწყროს. სამსია ჩვენი საქართველოს მიწა, ჩვენი პირტიტველა ბიჭების. როგორც აფხაზეთში შეიჭრა ეს რარტია სოჩაში საქართველო და დაბომბა, ისე შეიჭრა უკრაინა რუსეთში და არ შეიძლება ასეთი მიდგომა და ასეთი ობიექტურად ჩვენ არავის პოზიციას არ ვიჭერთ და არავის მხარს არ უჭერთ, ჩვენ ვიძახით ომის დამთავრებაზე და ხა ტრამპ დამთავრება შვილო ძალიან კარგია, მაგრამ პუტინი იქ თუ დაამთავრებს ომს, მე სხვას მისგება და სხვას დაბომბა. ეს ცოტა ისეთი თემა. მოვლენილი ამ ქვეყანაზე და ის არ გაჩერდება თუ ადამიანის სისხლი არ დალია და არ კარგი, გასაგებია ქალბატონო თქვენი პოზიცია. და ვიცი როგორი ომი იქის, მაგრამ ვიცი. ასე იგი ეგმა მაგან თუ ხალხი არ დაწყვიტა და არ მიაყენა ნულზე სახელმწიფო ისე არ გამოვა იქიდან, როგორც აგერ დამთავრდა ვითომ საქართველოში ომი შემოკარგებო არ დამთავრებულა. ყოველ დღე გადმოდის, ხალხს იჭერს, მოდის საზღვარზე, ავლემს ეკლიან მართულებს, ცაცარი ჩამოვიდა უკვე ცხეთაში. სირცხვილი არ არის ესაკაზო. პუტინზე როგორ შეიძლება ანტიქრისტია მოგება? გასაგებია ქალბატონო, გავიგეთ თქვენი მოსაზრება. ივანიშვილი ანტიქრისტე გასაგებია. მადლობთ რომ დარეკეთ, თქვენი აზრი გითხარით. მე ხა ანტიქრისტია თუ რა სატანა არ ვიცი, მაგრამ
საერთოდ ეს ჭორის დონებზე არ წყდება დიპლომატია სულ სხვა რამეა დიპლომატიისა და მოლაპარაკების გარეშე მშვიდობა არ დამყარდება და ამიტომ ესე რომ მიუდგეთ საკითხი ხა ამერიკაც ბევრგან შეიჭრა და ინგლისიც და კოლონიები და საფრანგეთმა ალჟირიც უგაწყვიტა მაგრამ ხო ელაპარაკებიან თურქებს ველაპარაკებით და ირანელებს ველაპარაკებით იმაზე მეტი ვინ ჟლიტა ქართული ხალხი მაგრამ ეხლა სხვა დროა და უკვე დიპლომატია უნდა მუშაობდეს და არა ტყვია უნდა ესროლოს ერთმანეთს ხალხმა ზარია გისმენთ ლაპარაკებით და ირანელებს ლაპარაკებით იმაზე მეტი ვინ ჟლიტა ქართული ხალხი მაგრამ ეხლა სხვა დროა და უკვე დიპლომატია უნდა მუშაობდეს და ტელევიზორს დაუწიეთ გისმენთ ზარია შემოუშვით ალო დიახ დიახ ისაუბრეთ დაუწიეთ გისმენთ ერთი აი ეს ხალბატონი რომ ლაპარაკობდა ეხლა დიახ გისმენთ ას ლაპარაკობდა ერთი ბოლოს გაგვაგებინა რა უნდა რა ვიცი ნაწყენია პუტინზე და პუტინზეა ნაწყენი მეთქი ბიჭო ვიზია ნაწყენი მაგრამ თვითონაც არის ის კაცო ხო წესიერი ხალხი შევუშვით ეთერში ეს თავისუფალი ტელევიზია და პირდაპირ ზარები ახლა მასე ყველას აზრი აქვს თავისი აზრი აქვს ახლა პუტინი არავის არ ეხატება გულზე მაგრამ როდესაც სხვა დონეზე და სხვა თემებზეა ლაპარაკი აუცილებელია რუსსაც ელაპარაკო თურქსაც და გერმანელსაც და ყველას უნდა ესაუბრო და დიპლომატია უნდა იყოს ჩართული რომ შენი ქვეყნის საკეთილ დღეოდ ოდითგანვე ჩვენი მეფეები ესე იქცეოდნენ ხან თურქებთან ქონდათ დალაპარაკება ხან სპარსებთან და ხან რა ვიცი მონღოლებთან და სულ ესე დღეში იყო საქართველოს და დღეს ახლა დიპლომატია თუ არ იქნა ომით რა თქმა უნდა ვერც გავალ ზარია გისმენთ ალო დიახ გისმენთ სამშვიდობისა ბატონო მშვიდობა მოგცით უმსამძიმებ საქართველოს ბაგრატიონების დანაკლის მადლობა ძალიან განვიცადე მე თვითონ დიდი გვარის წარმომადგენელი ვარ ძალიან ცოტანი გადავჭით ძალიან ცოტანი რაც შეეხება მე არ მინდოდა დღეს შემოსვლა თქვენთან მაგრამ აი ამ ეს ქალბატონი ყოველდღე გამოდის და ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს ნუ კი ვიცით განწარებულია აფხაზეთიდან არის ყველაფერი მაგრამ რას ეფოფერება ამ კლონს ეს ხო სცენიდან ჯერაც არ ჩამოსულა მე ასე ვიტყოდი იქ რომ წავიდა საბაჯიტო დარბაზში ხო არ წავიდა იმ ტანსაცმლით პროტოკოლია ქალბატონო პროტოკოლი იცოდეთ ესა და რუსეთთან მოლაპარაკება საჭირო და რუსეთი არცად არასდროს შეჭრილა რომ იცოდეთ ისტორია როდის იყო რუსეთი სადმე შეჭრილიყო მაპატიეთ ძალიან მაპატიეთ ბატონებო რაც შეეხება ძალიან კარგად უნდა წავიდეს მოლაპარაკება რუსეთთან მეზობელია როგორ შეიძლება დიდი უზარმაზარი ქვეყანა პატარები ვართ ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ და მშვიდობაა საჭირო ბატონებო როგორ შეიძლება ასეთი ლაპარაკი ასეთი არ ვიცი მე ასეთი სიბეცე როგორ შეიძლება ადამიანმა გამოამჟღავნოს პუტინი რაშუაშია რუსი ერი პუტინი არის პუტინი რუსიერი არის რუსიერი როგორ შეიძლება ერის შეურაცხყოფა მე მაგალითად ვერ მივიღებ ამას მიუხედავად იმისა დირძონი ქართველი ვარ ქართველი პატრიოტი ვარ და ძალიან დიდი გვარის წარმომადგენელი ვარ სხვათა შორის როგორ შეიძლება ასეთი ლაპარაკი პოლიტიკა არის ქალბატონო და ნუ შემოდიხართ ეთერში და რაც შეეხება მე მგონი ცოტა კიდე გაგრძელდება რა ბატონებო ეს ომი ცოტა ხანი ალბათ გაგრძელდება რამოდენიმე თვე ალბათ
უკრაინასაც უნდა რომ რაღაც კოზირები კონდეს ხელში, რაზეც უთხრა ტრამპმა რომ არავითარი კოზირები არ დაგჩაო და რუსეთსაც კოზირები უნდა ეხლა გამალებულად უტევს ყოველ დღე 5 კილომეტრი 10 კილომეტრი წინ მიდის ამ ომს არ შეაჩერებს სანამ იმ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს რომელსაც რუსულს ეძახის რუსეთის და ეჭრაშია საქმე მე მგონია ესე იგი ეს ევროპამ გააგიჟა უფრო ეს პატარა კლოუნი რა თქმა უნდა მან როდესაც პირველად იყო სტამბოლის სამიტი რო ჩატარდა ეგრევე გამოაცხადა რომ მე ვარს ვამბობ ნატოში შესვლაზე და იმას ნეიტრალიტეტს აცხადებდა და ეგრევე ბორის ჯონსონი ჩავარდა იქიდან ელჩები გაგზავნეს და უთხრეს ხო ხედავთ მაშინ მეორე მსოფლიო მიზოთინგის მაგრამ გააკეთა ეხლა კიდე რაღაც მაიმუნობას აკეთებს მაგრამ აღარ გაუვა ესა ახლა უყურე ტრამპი ეუბნება 350 მილიარდი მოგეცითო ეს იძახის ეხლა ჩემთან 70 მილიარდი მოვიდაო ეს ფული სად გაქრა ყველა მილიონერები გახდნენ და მილიარდელები ვინც მაგაშია საქმე იცით კიდე რა თქმა მაგან გუშისზე მეო ესე იგი სანამ თუ ნატოში არ მივიღებენ მე არ გადავდგებიო და მოგიდგენიათ რომ ხელა სიტაფხედია ბატონებო ეხლა იცით რა გამოსავალი არ აქვს და გარანტიასაც არავინ არ აძლევს გამიგეთ როგორ არის ომი რო დამთავრდება მე ხო მოიკითხავენ რაღაცებს ბევრი რაღაცა მოიკითხავენ და თან როგორც სააკაშვილზე უარესი მდგომარეობაში ჩავარდება სააკაშვილზე უარესი ხო სააკაშვილმაც კი გაყიდა ეს ტერიტორიები ასეთი რაოდენობა არ ქონია და ასეთი მასშტაბი არ იყო მასშტაბი ეხლა უკრაინა დიდი ქვეყანაა და რუსეთის დიდი ქვეყანაა და მაგ ცოტა სხვა რაღაცები ხდება ამდენი ფული გაიფლანგა ამდენი რა ვიცი ძალიან ცუდი სიტუაცია და ამიტომ მაგას გარანტიები ჭირდება აი ეს ბალტიისპირეთი რატო ყოყოჩობს ასე მაგან რუსებზე გაბრაზებულია მაშინ რომ შეიერთა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან გაბრაზებულები არიან და კიდევ რამე არ მოუვიდეთ მაგათ არ არის გამორიცხული არაფერად არ ჭირდება რუსეთს ეს ომიც არაფერში ჭირდებოდა მაგრამ თუ გახსოვთ როდესაც ეს მობილიზაცია დაიწყეს მაშინ ბაიდენი გამოვიდა და თქვა რომ პატარა შეჭრა რა უჭირსო არაფერი არ მოხდებაო ანუ წააქეზეს რა მურია და მიუგდეს მე საძისგნელად ეგ და რა ვიცი რა ხდება ესეთი სასტიკი თან ერთი ერი არიან ერთი ჯიშია ერთი ჯილაგია და ესეთი ამბები ხდება რომ ძმას კლავს რა ესე გამოვიდა რა სლავები არიან ორივე კიევის რუსეთი იყო ვაფშე თავიდან და მე გახდა მოსკოვი თორე ერთი ჯიშის ხალხია ერთი ნაცია ზარია გისმენთ გამარჯობათ გამარჯობათ მსოფლიო იცვლება ამერიკა ისიც კი თავისი ინტერესების გატარებას მშვიდობიანი გზით ცდილობს ევროპაც თითქოს გაკონსერვატორდა მაგრამ საქართველოს ისევ ძველი გზით სააკაშვილის დროინდელი სინგაპურიზაციის გზით მიდის ოცნება საკმაოდ უფრო წარმატებით ახერხებს ამ საქმეს და ეს ხო ყველაფერი საქართველოს ჭაობისკენ მიაქანებს სინგაპურიზაცია ეს ხომ ქვეყნის დაქცევას ნიშნავს და რას ფიქრობთ თქვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ როგორმე ეს ნაცქოცური მთავრობა მოვიცილოთ კი ეხლა იტყვით რომ აუცილებლად არჩევნებზე უნდა ალბათ თობს არ ვესვლით ქალბატონო მაგი ზუსტად ხედულობაში რომ ზუსტად არჩევნებით უნდა გადავწყვეტოთ მაგრამ ცოტა თუ არ გავაქტიურდით ეს პატრიოტები ხო ასე არ გამოგვივა საქმე უცით რა როგორ დაგეგმა ბიძინამ ჯერ თუ გახსოვთ კანონი რო დააბრუნეს უკან ეხლა ორთქს გამოუშვებენო და იცოდა რომ არჩევნებს უნდა გაეყალბებინა და ესე და ორთქს გამოუშვებენ და მე დაწყნარდებიანო თან როგორ გააკეთეს იცი ნაცები უკვე მზად იყვნენ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რომ უკვე ქუჩაში უნდა გამოსულიყვნენ და ნაცები რო გამოვიდნენ ჩვენ სადღა გამოვიდოდით ხო ნაცების გვერდით ხوار დავდგებოდით მე გამოსვლაზე არ მაქვს საქმე ნამდვილად
იმიტომ ეს ხისთავიანი ოცნება რაც რამდენიც არ უნდა გამოვიდეთ როგორც არ უნდა ვიბრძოლოთ ესე მაწინააღმდეგ თუ გინდათ პარლამენტში ირმაინაშვილმა რაც იბრძოლა და რაც მაინც ვერაფერი ვერ შეაგნებინა მაგათ უფრო მე ვფიქრობ რა უნდა გავაკეთოთ იცი აი ეს დანაშაული რომელიც ოცნებას აქვს ჩადენილი აუცილებლად ხალხამდე უნდა მივიტანოთ ყოველ დღე უნდა ვილაპარაკოთ ამის შესახებ თუ რაც აშავებენ ისინი ყოველ დღე რას უმატებენ ვინ არის ეს ივანიშვილი კარს მიღმა დაკეტილი კარს მიღმა ქვეყნის სახელმწიფო საქმეს წყვიტავს კაცო ვინ არის რას წარმოადგენს არც პარლამენტის წევრია არც პრეზიდენტია არაფერს არ წარმოადგენს პოლიტიკაში და რატო უნდა წყვიტავდეს ის ქვეყნის საქმეს ამას რატო უნდა ვეგუებოდეს ჩვენ ქართველიერი აი ეს მიკვირს ძალიან და ამიტომ უნდა ვამხილოთ მაგენი თორე გამოსვლა კი უნდა გამოვიდეთ უნდა დავანახოთ რამდენი ვართ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ყველა გზა უნდა ვცადოთ რომ როგორმე მოვიშოროთ ესენი თავიდან მაგრამ ხილება მათი უფრო ყველაზე უფრო მეტად მისაღები არის და ეს მიგვიყვანს ალბათ გამარჯვებამდე არ გაბრძანდებოდეთ მადლობა არ გაბრძანდებოდეთ ქალბატონო რა თქმა უნდა კარგი მოსაზრება სწორი მოსაზრება მაგრამ ისე იმას უბრუნდები რომ როდესაც ხმის მიცემა მიმდინარეობს ზოგს დაეზარა ზოგს დაავიწყდა ზოგმა ხმა მისცა იქ და მე ამბობს რომ არა და აი ესე თორე ხლა იარაღს ხო არ ავიღებთ ერთხელ ხო მოხდა ეგ უბედურება ამ საქართველოში და იმის მერე აი ის რომ არ გაასამართლეს მაშინ ეს ნაძირალა კომუნისტები შევარდნაძის მეთაურობით რომ არ გაასამართლეს და ამერიკამ რომ გაუპრავა ეს ყველაფერი ჟარგონულად რო ვთქვა და შუქურად მოგვივლინეს ცეკას მდივანი ეს შევარდნაძე და თავზე დაგვასვეს იმის მერე მომკითხავი აღარავინ არა პატრონი არა გვყავს არ აყავს ქვეყანას პატრონი და სამართლიანობაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია როცა ბიძინა ხო მაგითი მოვიდა რომ აღვადგენს სამართლიანობას და სასამართლო იქნება სამართლიანიო ეხლა ქალბატონმა ძალიან ესეთი რამე თქვა ქალბატონმა რომ აი სინგაპურიზაციას ესენი უფრო კარგად აკეთებენ და ეს უკვე სინგაპურის არაბიზაცია იქნება ალბათ 6 მილიარდი რო შემოვა არაბების თანხა აქ თქვენ ახავთ რომ არაბიზაცია მოხდება და მთლიანად გონიოს იდეა თბილისის გარშემო ყველაფერი და იქნება უკვე აი ესე თქვა რაც ხმლით ვერ გააკეთეს ფულით აკეთებენ ფულით ყიდულობენ და ამათაც რა 6 მილიარდიდან 2 მილიარდ ჯიბეში ჩაიდებენ მერე წავლენ და იცხოვრებენ ბედნიერად საზღვარგარეთაც მშვენივრად ცხოვრობენ არაფერი არ უჭით არც ნოსტალგია ემართება თამაში 6 მილიარდიან არ ამგონია რამე ჩვენ ხალხს ჩვეულებრივ ხალხთან მოვიდეს არ ამგონია ეს ზარია გისმენთ ალო დიახ გამარჯობა ბატონო გამარჯობთ ჩვენ ქალბატონმა რო დარეკა უაზრო ქალბატონმა რომელიც არ გინდა შეურაცხყოფა რა შეურაცხყოფას მივაყენებ რომელიც ამ ცხოვრების გაგებაში არ არის და რო გირეკავ დაზი არ არის ისტორიისა აბა იმ ქალბატონს შეეკითხეთ თავისუფლების მოედანზე რომ დაიჩოკე ჩემ პრეზიდენტს რომ დაუჭედე რომ არ გააქციეს ხო შევარდნაძეს იმან გაყიდა აფხაზეთი მეორე პრეზიდენტს ხეროთას უკრავდის ხო იმან გაყიდა ცხინვალი და რუსეთი რო არა ყოფილიყო დღეს საქართველოს არ იარსებებს და ისტორია კარგად წაიგებს მე ელაპარაკეთ რუსეთს ხო თორე პუტინი ჩემი ძმა და მეგობარი არ არის მაგრამ ისტორია უნდა იცოდე კარგად და მე დარეკო ამ კაი ხალხთან მადლობთ არ გაბრძანდებოდეთ ჩვენ ყოველთვის გვინდა რომ სხვის თვალში წამწამი დავინახოთ და საკუთარ თვალში დირე რო გვაქვს და იმას არ ახლა ისტორიას ახსენეთ თქვენ და შიდა მტრობა როგორია შიდა მტრობა იმაზე რატო არ ვლაპარაკობთ რატო ვერ მოვაგვარეთ აფხაზეთის საქმე რატო ვერ მოვაგვარეთ ცხინვალის საქმე რატო გადავიდა პირდაპირ იარაღზე თქვენ წარმოგიდგენთ ხა თქვენ კიტოვანს არ იცნობდით და შევარდნაძემ კიტოვანი გაუშვა მილიციის მაგივრად წესრიგის დასამყარებლად ხა კიტოვანი ჩვენთან იყო პარტიაში და ვიცნობდით ვინც იყო და რის გამკეთებელიც იყო როგორც კი ეგ გადაწყვეტილება მიიღო
ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ომი გარდაუვალია აფხაზეთში და ისე კარგი აგიხდეთ ყველაფერი რაც ესე და შევარდნაძემ არ იცოდა ვის აგზავნიდა და რატო აგზავნიდა? მშვენიერად იყო, მაგრამ გაყიდული ქონდა, მაგრამ გაფორმებით ვერ გაუფორმა და შემდეგ მიშამ გააფორმა ეს ყველაფერი და საბოლოოდ ჩააბარეს ეგერ რუსეთს. ღმერთმა დაიფაროს საბოლოოდ იმაზე ვიძახ სიტყვაზე ვამბობ თორე ეს დროებითია ყველაფერი. ზარია გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. ტერიტორიებზე იყო ლაპარაკი, მან და ერთი რამე უნდა აღნიშნოთ. ყირიმის ნახევარკუნძული, ესე იგი რუსეთის იყო და რუსეთი თავის ტერიტორიებისთვის იბრძოდა. ოდითაც თქვენ რუსეთის იყო, მაგრამ ეგრეთ წოდებული ყირიმის თათრების რეპორტაციის დროს მათ მოითხოვეს კომპენსაცია და იძულებული იყვნენ, ესე იგი, ჯერ კიდევ საბჭოთა წყობილებაში ეს ტერიტორია დაემტკიცებით გადაეცათ ფორმალურად უკრაინისათვის. არა, ეს ხუშოვმა აჩუქა, აეცინებინათ თავი, ესეთი კომპენსაციის, არაობიექტური კომპენსაციისათვის ყირიმის მხრიდან. და ამიტომ არის, რომ ვერ ერკვევიან ბევრი და ეს რუსეთი თავის ტერიტორიებზე იბრძოდა. თურქეთის ომები თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა აგერ ტრამპი მოვიდა დემოკრატიული ქვეყანა და დემოკრატი პრეზიდენტია ეგერ დანიას მოთხოვა გრენლანდია პანამას მოთხოვა პანამის არხი და მას რა ქვია კანადას ეძახის 51 შტატია ამერიკისო და ისეთ რაღაცებს უწესებს რომ ბოლო-ბოლო უნდა შეუერთდეს თუ არ შეუერთდეს ნუ გადაწყვიტავენ და პუტინმა ეგ რეფერენდუმი ჩაატარა ხალხს რეფერენდუმის შედეგად ყირიმის 70%-მა მისცა ირაკლი რო ავიღოთ მთლიანობაში არც უკრაინისა და არც რუსეთისა ყირიმი კანონიერად რო ავიღოთ ხო ამერიკა ლენინს რო ქონდა ჩადებული ის ლენინმა ჩაუდო 20 მილიონად და მე ეს აქტივები შეიძინა მან რუზველტის ოჯახმა და როდესაც შეხვედრა უნდა და დაენიშნათ არც ლენინგრადში არც მოსკოვში თქვა იალტაში ჩავატაროთ რომ ენახა რა ტერიტორია იყიდა და მე უნდათ რაღაცა დაეთმო ეს ტერიტორიები და სტალინმა კარგი რაღაცა სამი თითის კომბინაცია აჩვენა. გისმენთ ზარია. ალო. მოგესალმები. სალამი. ქალბატონო როდარეკა დამოხსო ვიჯინე ივანიშვილს ვერ ვიცილეთო. ვიჯინე ივანიშვილი მაგან წაიკითხოს ერთი ასავალი ჩაკარელის წინასწარ მეტყოლება როწერია და მე ილაპარაკოს. ბიძინა ივანიშვილს ვერ მოიცილეს ბიძინა ივანიშვილი ქალბატონო რა წერია გითხარით აბა შეტანილი და არაფერი არ შეიძლება მსოფლიოს ესაც არიან სოღოლანი რამდენიმე კაცია შეტანილი სიაში ეგ იმას მილიარდელების სიაში არის შეტანილი და ვერაფერს ვერ უზრავს რომ იცოდეს ნახეს რომ ვერაფერს კოლბასი ჩასწრებს გინახი ეს კაცი კოლბასი ჩაესვათ ამიტომ ვერაფერს ვერ უზრავს ბიძინა ივანიშვილის რამდენი ხანის უნდა მეხას იქნება საქართველოს როგორც უნდა ისე დაატრიალებს ხალხს როგორც უნდა ისე ამყოფებს უნდა საქართველოს დაამშეს უნდა საქართველოს აი ბანო ქალბატონო თქვენი აზრია ესე ახლა მართლა ისინი არა ვართ ჩმორები რომ ესე ბიძინას ეგეც არა აქ ჩაფიქრებული არ არის ხა ისეთი ბოროტება რა სატანა და რაღაც მაგრამ იცით რა არის კარგი ბიზნესმენია, კარგი მეცენატია, მაგრამ ამ პოლიტიკაში არ შეიძლება 90-იანი წლების პრიხვატიზაციის მეთოდით მართო ქვეყანა. პოლიტიკაში ესეთი რამე არ შეიძლება. არ შეიძლება რომ აი თვითონ ერთხელ ხო ბოლოს ხო გამოვიდა ხო თქვა ხალხს მოწყინდაო ჩემი სახელი და გვარის მე მომწყინდაო ხალხს არ მოწყინდებოდა მაგრამ ბოლოს ერთხელ მაინც მენდეთო ხო ეს იცით რა ესო შუაგაკრიფა და მარტო ნაცები გამოაცხადეს თავარ ოპოზიციურ ძალად და ეს იწილო-ბიწილოს რო თამაშობენ ნაცი მოვა თუ მე არ მოვალ და აი ეს ამითი ხალხს რო ატყუებენ ესე ხო არ შეიძლება ქვეყანა არ განვითარდება ეს ხალხო და რა ვიცი თქვენი აზრია მაგრამ ქვეყნისთვის ცოტა დაფიქრებაა საჭირო რომ რას ვაკეთებ და რისთვის ვაკეთებ თორე ესე წინ ვერ წავალთ არ შეიძლება ესეთი რამე ეხლა 6 მილიარდიო აი
ძალიან ისეთი სენსიტიური თემაა რა, როგორ შეიძლება ჯერ ტურიზმით აშენებული ქვეყანა მე არ მინახია. აგერ ბარსელონაში დაჟე გამოვიდნენ რომ ისა აღარ შემოუშვათ ტურისტებიო. ტურიზმით შოულობს ვინ, ვისაც სასტუმროები აქვს, ვისაც რესტორნები აქვს, ვისაც რაღაც გასართობები აქვს. ანუ ის ვინც მოიპარა და ამითი ცხოვრება აიწყო და ის მომსახურე პერსონალი რასაც იღებდა 500 თუ 600 ლარს იგივეს აიღებს. რა გამდიდრება, რა უნდა გამდიდრე აბა ტურიზმით. ხო არ არის ეგრე შეხედეთ პროდუქცია შედით მაღაზიაში 80% ყველაფერი მომატებული ფასებს თავიდანებით ჩვენი პროდუქცია არ არის ხო ჩვენიც არ არის ადგილობრივი პროდუქცია არ არის არაფერს არ აწარმოებ ერთი ის მუშაობს რა ქვია ის კონსერვებს რო აკეთებს და მეტი არაფერი და რა ვიცი ფასები არ ადგილობრივი პროდუქცია ამიტომ 10 ლარი ღირს და კიტრის 7 თუ 8 ლარი აი სოციალური საკითხების აი რა აქვს ეს ხელისუფლებასაც აი ამ ხელისუფლება თითქმის ყველა ხელისუფლებას ჰქონდა ის რომ ქართველი არ გამოვა იმაზე რომ აი სოციალურად გაუჭირდა მაგას რაღაც გაჭირდა ამის გამო არ გამოვა გამონათებელ ხალხს რომ აი სირცხვილია რომ იმის გამო რომ პურმა მოიმატა ხო იმის გამო გამოვიდეთ ქუჩაში და მოვთხოვოთ ხელისუფლებას რომ დაუწიოს ფასები. აი აი თქვენი ევროპა და ის რო არის და რაღაცა იქ რაზეა გამო სოციალურ საკითხებზეა ხო პირველ რიგში გამოსვლები რომ დაუწიონ ტარიფებს, დაუწიონ გადასახადებს, ამეებზეა ყველაფერი აგებული. მაგათი გამოსვლები და მიტინგები მათ არის სწორედ ამაზე ხო აი ეს ყვითელი ჟილეტები რო იყო საფრანგეთში აი ბოლო პერიოდში ყველაზე მძიმე შედეგებით რომელიც მთავრდებოდა ხო რამოდენიმე 10,000 ადამიანი გარდაიცვალა ამ იმაში ხო ამ მიტინგების დროს გამოსვლების დროს და აი ქართველი არა იმიტომ რომ ქართველს აქვს რაღაცა ჩადებული რომ აი მისთვის ეს ესე ვთქვათ მიუღებელია რომ რაღაცა აი სოციალურ საკითხზე გამოვიდეს რა და ასე არ არის მე მოვიდო ხელისუფლებაში მოდიან და ხალხს ევლებდა ხა კამრები მოიჭირეთო თვითონ გაზულუქდნენ ხალხსტუხებს და პერანგებში ვეღარ ეტევიან იმ ხელა ბეჭები ისა კისერები გაუხდათ და თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა პენსიონერს მოუმატეს რამდენი 50 ლარი ეს 70 წელს გადაცილებული ესე 20 ლარი და თვითონ 150%-ით იმატებენ ხელფასებს როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო ორგანოებში 150% თქვენ წარმოიდგინეთ 20-30,000 ლარი ხელფასი ექნებათ და ხალხს ვითომც არაფერი ტრანსპორტის ფული არ აქვს ხალხს და აი ესენი კიდე რა ვიცი საკუთარი თავისთვის აქვთ აწყობილი ყველაფერი გისმენთ ზარია ძალიან მომეწონეთ დღეს თქვენ აი თქვენ ორი პიროვნება მადლობა მე აიცი ახლა მისმით ყველა საუბარს ნახაც და ყველგან და ასე ხაზი და ასე ნორმალური საუბარი ჯერ არ მომისია ისე მან ნერვიულებს მაგრამ ერთი პერიოდა იმის მალხაზი სულ ბიზნეს სულ ახალ ფარს ბილცით სულ სეტია არ უნდა ასეთი ხალხი არ უნდა მე არ ვიცი ვინ არის ეს პიროვნება და თქვენ ძალიან შვიდი და ძალიან ნორმალურად საუბრობთ ისე მომეწონეთ რომ რო არ დამერეკ ახლა ვერ გამჩერდებოდ მადლობა გაიხარეთ ხალ ბატონო მადლობა ხო თან ეხლა ძიმე მარხვაც დაიწყო და ცოტა ეს საუბრები ცოტა ისე უნდა წარმართოთ რომ არ შეიძლება ცოდვა ვინმე საერთოდ ვინმეს განკითხვა ცოდვა მაგრამ რახან ოპოზიცია ვართ და გვინდა რომ ქვეყანაში წესრიგი იყოს და სამართლიანობა იყოს ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ეს თქვა და საზოგადოებამდე მივიტანოთ ჩვენი ხედვა და როგორ შეიძლება ამისი გამოსწორება და რა მეთოდებით შეიძლება თორე ხლა არავინ პიროვნული არავისთან არ აქვს დაპირისპირება მაგრამ პიროვნება რომელიც თავის თავს საჯაროდ დაარქმევს და საჯაროდ გამოდის ის იმის შესახებ საზოგადოება უნდა იცოდეს ვინ არის საიდან მოდის და რისი გამკეთებელია ჩვენ მეც არაფერს ვერ ვაკეთებთ იმიტომ რომ რა ვქნათ ხელისუფლება
ისია გაყოფილი, აი საბანკო სისტემები, საავადმყოფოები, რა ყველაფერი გაყოფილია. საფთიაქო საბა ყველა ის ძირითადი და ტელევიზიები ახლა ის დრო არ არის ფაბრიკა ქარხნებში რომ გამოდიოდნენ და იქ მიტინგს ატარებდნენ. აღარც ფაბრიკა ქარხნები აღარ დატოვეს ამ ქვეყანაში და იძულებული ვართ ეს სტუდია, სადაც შეგიძლიათ პირდაპირ დარეკოთ, პირდაპირ ვისაუბროთ ობიექტურად და არა მიუკერძოებული საუბრები, აქ შეგიძლიათ მარტო ესეთი რამე მოხდეს და სხვანაირად ეხლა ღმერთმა დაგვიფაროს კიდე რაღაც გადატრიალება და უბედურება მოხდეს, საქართველოს ვერ გადაიტანს ამას. გისმენთ ზარია. გისმენთ. გაითიშა ეტყობა და ვარან საუბრობდით ამ აზარია ეს გისმენთ ალო გამარჯობათ გამარჯობათ ვეტერანი კაცი ვარ და გაომარი სიტყვა აფხაზეთიდან ვარ თქვენ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან თქვენ დიდი პარტივიცემად სხვანაირად არ გამიგოთ თქვენ გაქვთ პროგრამა როგორ დავბრუნდეთ ჩვენ ვეტერანები აფხაზეთში როგორ ეს ცოტა ესეთი ეხლა მოკლე დროში ამას არა გასაგებია მაგრამ ჩვენ საარჩევნო პროგრამაში გვეწერა ეს ყველაფერი კი მე საკითხული მაქვს მაგრამ ერთი ეხლა ხო ახალი იგი არა ქვია გლობალიზაცია რაღაცა მიდის და სხვანაირად იცით რა არის ეხლა ჩვენთვის მაგათ არავის არ ცალია და საქართველოს თვითონ თუ არ მოაგვარა ეს პრობლემები არც პუტინი მოიკლავს თავს და არც ტრამპი მოიკლავს არა იმაზე არ გაუბრები ჩვენ ვერ გამიგეთ ბატონო ჩემო ერთს გეტყვით აი რუსეთს თუ არ დაველაპარაკეთ და იქ არ რაღაცები არ მოგვარდა ისე მოგვარდება ეგ საქმე არა ხოდა აი როგორც კი რუსეთს დაველაპარაკეთ ქოცების და ნაცების გვეძახიან რუსეთუმეს მშვიდობიანად ჩემო ბატონო ერთადერთი გზა აფხაზეთში სახალხო დიპლომატიით მშვიდობიანად მოლაპარაკების გზით დაბრუნება აი ეს არის მოკლედ აი ორ სიტყვაში ეს მომისმინეთ ერთი წუთი ეროვნულ მოძრაობიდან მოვდივარ 90 წლიანი ვარ მე გასელი ვარ ბოლოს გისმენთ ხოდა ერთი რაღაცას გეტყვით 32 წელია რომ ლაპარაკობს ყველა აფხაზეთი ჩვენია აფხაზეთი ჩვენ მე რომ ნახე აფხაზეთში და ოსეთში 2008-ში იმაში არ მინდა მე ისეთი არ მინდა მე ვარ კაცი ვარ და ბევრი რაღაცებს არ ვიცი მაგრამ პროგრამა უნდა იყოს ისეთი ხომ თქვენ რა პროგრამა გაქვს ეხლანდელი სიტუაციის მიხედვით იგი მინდა გავიგო მეტი არაფერი დიდი ბოდიში დიდი მადლობა მეომარი კაცები ხართ მე კიდევ მეომარი ვარ თქვენი ჭირიმე გაგიმარჯვებთ გაიხარეთ რა თქმა უნდა ჩვენ ყველას გვტკივა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც მაგრამ ხელისუფლება არ მოვიდა ისეთი ქვეყანაში რომელსაც უნდოდეს აი რომ უნდოდეს მაინცაა და ცდელობა მაინც კონდეს ამ ჩვენი ძირძველი მიწების დაბრუნების და აი მოდი ესე ვთქვათ რა 2012-დან ეხლა არის 2025 ხო ამდენი ხანია არის აი ოცნების ხელისუფლება მოსული ერთი ხდომა მაინც თუ ყოფილა რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის საკითხს პარლამენტის ერთი ხდომა არც ერთი პარლამენტი საერთოდ ლაპარაკიც კი არა ხოდა აი უბრალოდ ამ ბატონს მინდა უპასუხო რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებები სახალხო დიპლომატიის გზით შესაძლებელია აფხაზეთში ჩვენი დაბრუნება რა თქმა უნდა მოვანდომოთ ის ხალხი უნდა შემოვირიგოთ რა თქმა უნდა თუ ბოდიში მოსახდელია ჩვენც მოვიხადოთ იმათმაც უნდა მოიხადონ და ერთად უნდა შევიდეთ თორე თაობები მიდის და სულ აღარ იციან ქართველები ვაფშე არსებობდნენ თუ არა იქა ზარია გისმენთ ისაუბრეთ ხოდა რა ჩვენ პროგრამა გქონდა და გვაქვს ახალი რა ვიცი ეს რაც სოფლიოში ხდება ახლა გასრად ჩვენზე
ჯერ სანამ არ დამთავრდება ეს მთლიანი გადალაგება, გადანაწილება როგორ იქნება, ამას ჩვენ ხო ვერ განსაზღვრავთ, აქ დიდი რაღაცებია ჩართული ამ ხელა ქვეყნები და ატომური ქვეყნები და როგორ დალაგდება იმის მიხედვით, შეიძლება კიდე რაღაცა გადალაგდეს და კიდე რაღაცა გაუნჯობესდეს. არია ბატონო. გისმენთ? ესე იგი მეგობრებო, იცით რაშია საქმე? მე ასე ვფიქრობ, ჩემი აზრია და არ ვიცი ეს გაიცხრილება თუ არ გაიცხრილება ეს ჩემი აზრი. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა და წინაღობა აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით და ცხინვალის პრობლემასთან დაკავშირებით არის ჩვენივე მთავრობა. და გეტყვით რატო? ძალიან მარტივად. იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, იმათ არ აინტერესებთ ასეთი სხდომა არ ჩაუტარებიათ ამ საკითხზე. მათ არ აინტერესებთ ეს საკითხი ზოგადად. გესმით რაშია საქმე და ამიტომაც ასე არის და ეხლა წარმოიდგინეთ აფხაზეთის მხრიდან ეს როგორ ჟღერს, ესე იგი ქვეყანას ვითომ სურს რომ შენ იყო მის დაქვემდებარებაში ან მის შემადგენლობაში, ან რომ შენი საერთოდ არ ინტერესდება მისი მთავრობა, რატო უნდა იყოს? მეორე კიდე იგივე ის სოციალური საკითხები, რომელზედაც ქართველები არ გამოვდივართ და რატო არ გამოვდივართ, ვერ გავიგე, რა დიდი იდეა გჭირდება ჭირდება დიდი იდეა, რა დიდი იდეის გულისთვის გამოვდივართ, ერთი მაინტერესებს მითხრან რა, ვინც გამოდის, აი რა დიდი იდეისთვის გამოდის იქიდან. ის რომ არასამთავრობები ფულს ვერ მიიღებენ, აი მაგისთვის გამოდიან. ეხლა მომისმინეთ რა მინდა რომ თქვა, რო არ გამოდიხარ დიდი იდეისთვის და შენ რო ქვეყანაში შენი მთავრობა ყურს არ გისმენს, საერთოდ ყურს არ გიგდებს და საერთოდ არ აინტერესებდა, თვითონ იმატებს ხელფასებს და შენ კიდე აქ გაღარიბებული ხარ, ვის მოუნდება თქვენთან ერთად ცხოვრება? ერთი მაინტერესებს ძალიან მაინტერესებს. მე არ მინდა გენაცვალე ღარიბთან ცხოვრება. ხვდებით რას ვამბობ? ეს მეორე, მესამე საკითხი იგივე ის რა ქვია, რომ ვამაყობთ რაღაცებს, რითი ვამაყობთ, ვერ გავიგე, ყველაფერი წაგვიბილწეს, ყველაფერს შეურაცხყოფა მიაყენეს, აბსოლუტურად ყველაფერი გაგვითაფსირეს. ეს ნორმალურია, არ არის ნორმალური. მეოთხე საკითხი, სოციალური საკითხების იძახით, აი უბრალოდ იცით, აი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, იცით, ამას უბრალოდ ახსნა არ აქვს და ეს ხალხი, არ ვიცი, ჩვენი ხალხია ყველაფერში დანაშაული. ეხლა კიდე რაღაცა ეს რა ქვია, მაუწყებლობის კანონი რო უნდა, სულ ჩაგვაჩუმონ? როგორ ეხლა არ გავაკრიტიკო, რაც არ მომწონს, კაცო? მთელი მსოფლიო დემოკრატია იმიტომ არის, რომ გააკრიტიკონ, რომ გაიგონ სად არის სუსტი მხარეები, რომ გამოასწორონ და ამათ არაფრის გაკეთება არ უნდა, ჩემო კარგო. მათ უნდა სულიად დახურონ ყველაფერი სივრცე, ხმა არავინ არ ამოიღოს, აბსოლუტურად არავინ არაფერი არ შეეწინააღმდეგოს და იყონ როგორც უნდა ისევ კარგად ხაფავდნენ ამ ქვეყანას. და კიდე ერთი მაინტერესებს უბრალოდ მე გუშინ ბატონ დავითს ვუსმენდი, აი იქ ანალიზს აკეთებდა, რა თქმა უნდა, ხა მე ვერ შევედრები ბატონ დავითს მის ანალიტიკაში, აი საერთაშორისო პოლიტიკაზე ვლაპარაკობენ და ისი ძახის რომ უკრაინაშიო ისაო რა ქვია პოზიციები ამერიკელებს აქვს ძალიან ძლიერი. იცით რა, მე ჩემი აზრი ასეთია, მე მგონი რომ არც ისეთი ძლიერი აქვს ამერიკელებს უკრაინაში პოზიციები და გეტყვით რატო. კი, რუსეთი არის აგრესორი, მაგრამ ყველა უკრაინელმა ნორმალურმა, მე ვიძახი და ეგ ნორმალური ხალხიც ცხოვრობს, ხო, ყველა გიჟი ხო ვერ იქნება. ხო და აი ისა რა ქვია, ისინიც კი ხედავენ რა მოუტანა ამერიკასთან აი მეგობრობა და ნატოს ძახილმა, როგორც ჩვენთან შეიცვალა აბსოლუტურად სიტუაცია. ეხლა ჩვენთანაც რა თქმა უნდა დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკა, მაგრამ არა გადამწყვეტი. ამიტომ არც ძირითად ყოველ შემთხვევაში ძირითად მოსახლეობაში 2/3-ში მე რასაც ვაკვირდები ამერიკას უკვე ის პოზიციები საქართველოში ყოველ შემთხვევაში აღარ აქვს და აი ზუსტად იგივე ხდება უკრაინაში, იმიტომ რომ მათ ესეთი სისასტიკე ნახეს და რო არავინ ისე და ეხმარებიან კი იმით იარაღით, მაგრამ
თვითონ მათი მდგომარეობა და მათი სიტუაცია ძალიან ცუდად არის. ამიტომ მე არ მგონია, რომ ამერიკა კაქტირობებში უკრაინაში და კიდე ერთი მე მგონია, რომ როგორც 2008 წელს პუტინი არ შემოვიდა თბილისში, ზუსტად ესევე კიევში მაგი არ შემოვა. ის უბრალოდ გამოყოფს აი ამ აღმოსავლეთ უკრაინას ამ მიწებს და როგორც არის უკვე, როგორც ცალკე რესპუბლიკებს რო იძახიან, ეს ლუგანსკი და დონეცკი და მე მგონია, რომ კიევს მაგი შეიძლება გაანთავისუფლეს, თავისი თქმით, გაანთავისუფლოს დაარქმეს, მაგრამ კიევს დაუტოვებს უკრაინელებს და დასავლეთ უკრაინის ნაწილს და არავის არ მისცემს უფლებას, რომ გააჩანაკონ ის ნაწილი და გააცხვისოს ტერიტორიები. აი ეს მე მგონი უდევს რუსეთს გეგმაში და თუ ამერიკელები ჭკვიანები არიან, არც რუსები არ არიან დებილები. ძალიან დიდი მადლობა და მაინტერესებს თქვენი აზრი. მადლობთ ქალბატონო. ერთის მახსოვს 99 წელი იყო ამერიკის ელჩი შევხვდით რა პოლიტიკური პარტიები არასაპარლამენტო და ესეთი კითხვა დაუსვა რა ჩვენმა ერთმა. აი შევარდნაძე მოვიდა გაყალბებულზე, ნაომარზე, უბედურებაზე თქვენ გაუправეთ. ეხლა არჩევნები ტარდება, გააყალბებენ და რა გვიპასუხა იცი? ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ხელისუფლებაშიო. თავარია ის, რაც ჩვენ გვჭირდება, იმ ხელისუფლებამ გაატაროსო. ანუ ხალხი არაფერს არ ნიშნავს ჩვენი პოზიციები იყოსო და მორჩა გათავდა ვინ იქნება ვინ ხალხის ვის და დარდი ანუ ქვეყნზე ხლა ამერიკას ღამე არ ძინავთ ამერიკელებს ახლა საქართველოს იციან საერთოდ საქართველოს ან თქვენ გონიათ ევროპა მიცის იქ 1 2 3 კაცია ვინც მუშაობდა და მუშაობს საქართველოს საერთოდ კავკასიის საკითხებზე და კავკასიის ისტორია კაციშვილმა არ იცის იქ თავის ქვეყნის ისტორია არ იციან საქართველოს ისტორია. ჩვენ ვართ იმ დონეზე, რომ აგერ ხედავენ, რომ როგორი მტრობა გვაქვს ერთმანეთში. ერი არ ჩამოყალიბდა, ერი იყო 99-90 წელში. მერე ამ ფულმა და ხელისუფლებებმა დედა უტირა ყველაფერს და გათიშა და ხალხი ერთმანეთს ოჯახები და აპირისპირა ერთმანეთთან და როგორ უნდა იყოს ახლა ამერიკას პოზიცია ის აქვს რომ თუ შეუწყვიტა დაფინანსება რა უნდა გააკეთო ლაკატკები თქვა გამოვლენ საომრად და ევროპას მაგდენი უკვე ფული არ აქვს რომ კიდე აჭამოს ამ იმას მასხარას და ამერიკას პოზიცია აქვს და იცის ტრამპმა რაც უნდა ბოლო-ბოლო ჩამოაგდებს სულ ხელისუფლებიდან და ეგ იქნება ზარია გისმენთ ალო გისმენთ მოგესალმებით გამარჯობათ ერთი მიგულით გენოცხადე ხო ხამნა ერთი რეკავდა როგორ უნდა შევიდეთ აფხაზეთში ხო გესმით ჩემი ხმა როგორ უნდა შევიდეთ ამ თავრობა ძალიან პოლიტიკაზე გაასკერებით აი როგორ უნდა შევიდეთ ეს გარემავნებლები შიდამავნებლები სანამ არ მოისპობა მერე უფრო სწრაფაცაა ეკონომიური და ის აფხაზები და ოსები თვითონ მოინდობენ ჩვენს წამოსვლას და ეხლა ნიუანსები და ეს პრობლემები და პენსია ნაკლებია და ის ამ ბიუჯეტს განაწილება უნდა სწორად და ჩემი აზრით სწორად არ განიგოს მე ერთი პატარა ფერმერი კაცი ვარ გადაგი სწორედ ამაცილებს ძალიან თავრობა და კარგად იცება და აი ჩვენს ყველაფერი მავნებლობა ეხლა რა სწორედ თანეთ რომ ხალხმა თავისი ისტორია არის ის აკეთება ასე ხდება იქ ევროპარლამენტში ერთი ჯგუფი გამოიტანს დადგენილებას მეორე ჯგუფი გაგებაში არ არის ის პირველი ჯგუფი მოგშთამულია და ერთმანეთს აწევენ ხელს და ესე მიდის ხარიხარალობა ბოდიში მოგიხდით საერთო დრო იწურება უკაცრავად აღარ დაგვრჩება დრო ისე მინდა რომ შემართებული ვიყოთ ყველაფრის იმედი უნდა გქონდეს ვიბრძოლოთ ყველა ბრძოლას სიკეთისთვის აქვს თავისი ძალა და თავისი გამართლება და ყოველთვის გამარჯვებული გამოვა ის ბოლომდე იბრძოლებს მინდა ბედნიერი აღდგომა დადგეს ქვეყანაში და ყველა მართლმადიდებელი და ჩვენი ქვეყანა იყოს ბედნიერი
მშვიდობა კიდევ ერთხელ მშვიდობიან დღეებს გისურვებთ, მშვიდობიან დღეები მინდა იყოს მთლიანად საქართველოში, ბედნიერად იყავით და მომავალ შეხვედრამდე პატრიცემო. შემდეგ 4 შაბათამდე 4 შაბათს შევხვდებით ამავე დროს პირდაპირ ეთერში. კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.